მოგესალმებით მეგობრებო. მე და ჩემი არხი კეტო მეგობარი. დღეს გიბრუნდებით კეტო მზარეულის მორიგი ეპიზოდით და გთავაზობთ ძალიან გემრიელი კეტო მეგობრული ნაყინის რეცეპტს. სხვათაშორის დღევანდელი ნაყინის მომზადებაში დამეხმარება სოფია. ხოდე? მომეხმარები? კაი. და დაგჭირდება დღევანდელი ნაყინის მომზადებაში. მოდი ვაჩვენოთ. არა, და უშაქროთ ვაკეთებ. შაქარი არ დაგჭირდება. დღეს ვაკეთებთ უშაქრო სასარგებლო ჯანსაღ ნაყინს კეტო მეგობრული რეცეპტით. დაგჭირდება ამისთვის ნუშის რძე, დაგჭირდება რძის ნაღები. სხვადასხვა თქვენ შეგიძლიათ მარტო რძის ნაღებით დაამზადოთ ნაყინი. ამ შემთხვევაში მე არომატისთვის ნუშის რძესაც ვამატებ. მარწყვი მართალია და ერითრიტოლი. ეს არის ბუნებრივი კეტო მეგობრული დამატკბობელი. მარწყვი მაქვს გაყინული. დაახლოებით 200 გრამ მარწყვს გამოვიყენებ, ამისთვისაც სწორიც მაქვს და დავიწყოთ, მოდი მოკლედ აწონვა და მომზადება. ხოდა? პირველ რიგში ეს ჯამი გავანულოთ. კი ბატონო. ჩვენ გვინდა ახლა 200 გრამი მარწყვიდე, ხო? მოდი აბა ჩავყაროთ. 200 გრამი უნდა ჩავყაროთ და მარტო. ორი ჯამი ეწევა. ჭრო გაყინულია დე. ხალები დაგუჩი. მიდი ცოტა კიდე. კიდე? ერთიც მიდი, ჩაგდე. всё. 200 გრამია ეს უკვე. დავაფარო თავსახური. მეტი აღარ გვინდა. ახლა დავამატებ ძემ მეგობრებო. მას მინდა დავამატო. მომე. ხილად. ახლა всё, მოიცა? მეტი აღარ უნდა და ეს. შეგიძლია კოზი მოიტანოთ ერთი ცალი. მიდი კოზი მოიტანე რომ ეს ამოვიღოთ შაქარი. ნაღები გვინდა დაახლოებით 200 გრამი. მოკლედ მეგობრებო, ნუშის რძე არის ძალიან დაბალ ნახშირწყლოვანი, კონკრეტულად აი ამ ნუშის რძის ნახშირწყლების ოდენობა არის 0.3 გრამი და მათ შორის შაქრები არის 0.1 გრამიო. შესაბამისად, ეს ნუშის რძე შეგვიძლია დიდი რაოდენობით გამოვიყენოთ, რაც შეეხება ნაღებს. ნაღები არის 20%-იანი, მაგრამ ნახშირწყლები არის 3.8 გრამიო 100 გრამზე და მათ შორის შაქრები 3.8 გრამი. ანუ მთლიანად შაქრების სახით არის წარმოდგენილი ნახშირწყლები, ამიტომ ამას გამოვიყენებთ ჩვენ 200 გრამს, ამისთვის ისევ გამოვიყენებთ სასწორს. სასწორზე გავანულოთ. ერთი წამიდან. არა, ბევრი რო არ მოგვივიდეს და ერთი წამი მაცადე. მოდი. არა, კიდე ცოტა უნდა, კიდე. კაი, всё, საკმარისია. მოჭით. ახლა უნდა საქარი მეგობრებო. და ახლა ვიყენებთ უკვე ერითრიტოლს. დაახლოებით აი ამ პორცია მასაზე ჩვენ გამოვიყენებთ 2 სუფრის კოვს ერითრიტოლს. 2 სუფრის კოვზე ერითრიტოლი დაახლოებით იგივე სიტკოს მქონე არის, რაც 2 სუფრის კოვზე შაქარი. ანუ შეგიძლიათ რომ თქვენი გემოვნებით გამოიყენოთ, თუ არ გიყვართ ძალიან ტკბილი, ძალიან ბევრ ერითრიტოლს უსამთ. დავყაროთ ახლა ამაში. ერთი. ესა თუ არ დაიკეცა. ეხლა უნდა დავაბლენდეროთ დაახლოებით 5-10 წუთის განმავლობაში, მანამ სანამ ეს მასა არ შესქელდება. უყურე ლავაძისფერი გამოდის. როგორია და? ლავაძისფერი და თეთრი. მარწყვის სუნი და გემო. აი სუნია. მოდი გინდა შენს გააკეთო. დაიჭირე? ესე დაიჭირე და მე ჩავრთავ. ესეთა დავაბლენდერო და. თან მარტო ვარდისფერი გამოდის. მეგობრებო, ჩვენი ნაყინი უკვე მზად არის. ახლა რამდენიმე საათით საყინულეში შევდგათ და როდესაც გაიყინება, გაჩვენებთ აუცილებლად საბოლოო შედეგს, როგორი გამოვიდა და გემოსაც გაგიზიარებთ.
ესეც ჩემი უგემრიელესი მარწყვის ნაყინი. გემრიელია. იმდენი ხანია ნაყინი არ მიჭამია. არ ვიცი, ძალიან ხშირად უნდა გავაკეთა ხოლმე და თან მე მგონი ჩვეულებრივ ნაყინზე უფრო გემრიელია. სცადეთ მეგობრებო, ამ ნაყინის მომზადება და უკმაყოფილო არ დარჩებით. იმედი მაქვს მოგეწონათ მეგობრებო დღევანდელი ვიდეო. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება.